Მშვიდობისა, გიორგი, მადლობა ჩართვისთვის. ჩვენ არ ვიცი გვისმენდით თუ არა ის თემა წამოვწიეთ წინა პლანზე, რაც უშუალოდ ეხება და დღევანდელი შეტყობინებით ეხება მაუწყებლების შეზღუდვას და ჩვენზე ზეწოლის აი ამ ფორმით დაწყებას. მოკლედ დღეს იყო ამისი დღე, ხომ არ გნებავთ ამაზეც კომენტარის გაკეთება პირველ რიგში გამოხმაურება და შემდეგ გადავიდეთ ფარაზე. მე მხოლოდ მოკლედ რომ მქონდა გავცნობოდი ამის შესაძლებლობას, რაც ვნახე რომ როგორც ვნახე რომ რაღაცა სიტყვების თქმები გეკრძალებათ, ერთი შეხედვით ჩემთვის ეს ძალიან შინაარსობრივი რეგულაცია, რაც გამოხატვის თავისუფლებასთან შეუსაბამოა და ბუნებრივია არაფერი არ აქვს ამ ყველაფერს ესე ვთქვათ სიახლოვე დემოკრატიულ საზოგადოებასთან. მეტად ალბათ უფრო მეტად რო გავეცნობი ამ წერილს ისევე როგორც სხვადასხვა სამართლებრივ არგუმენტებს, იმის მერე შესაძლებლობას, მაგრამ ერთი შეხედვით რა თქმა უნდა და აბსურდულად ჟღერს ჩემთვის ის რომ თქვენ რაღაცა იმის გამო რომ მათ არ მოწონთ ისე რომ მიმართოთ მათ და ამის გამო თქვენ შესაბამისი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ ეს აბსურდი არის და შინაარსობრივი რეგულაცია ის ჩემთვის რაც რა თქმა უნდა გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა არის. კარგით, რაც შეეხება ფარას მაინც უწოდებთ, იმიტომ რომ თვითონ ქართულ მოუწნებამ ასე მიაწოდა ეს საზოგადოებას, თუმცა ეს არის ფარას ვერსია ქართული ოცნების ფარას ვერსია, მოდით ასე უფრო სწორი იქნება რომ დაუძახოთ. რითი განსხვავდება ჩვენ ეს არაერთხელ აუხსენთ აუდიტორიას, თუმცა მოდით კიდევ ერთხელ ვთქვათ, რატომ არ არის ეს ამერიკული ფარა და რატომ არის პროპაგანდისტული და მანიპულირებული აი ამ რეგულაციისთვის ამერიკული ფარას სახელი. პირველ რიგში ალბათ მთავარი არგუმენტი სწორედ ის არის, რომ ეს ყველაფერი ვინც მიიღო, ისინი სრულიად არალეგიტიმური პარლამენტი არიან და მათი არალეგიტიმურობა არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო იმ ორგანიზაციების მიერ არის შეფასებული, რომლის წევრიც საქართველო არის. მაგრამ ეს რო გვერდზე გადავდოთ, ის არგუმენტები, რომელიც გვესმის თითქოს ამ ესე ვთქვათ რეგულაციის მიღებასთან დაკავშირებით, ის სრულიად იდენტურია იმ რუსული კანონის რაც შარშან იქნა მიღებული. ვინც ეს დაინიცირა, ისინი საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ შარშანდელმა რუსულმა კანონმა ვერ იმუშავა და ამიტომ ჩვენ უფრო მკაც რეგულაციას ვიღებთ. ასე რომ აშკარაა, რომ როგორც ნონა ქურდოვანიძე ამბობდა სიუჟეტის დროს, ისინი აპირებენ ამ შემთხვევაში ამ კანონის რუსულად ამოქმედებას, ესე ვთქვათ, ტექნიკურად ამერიკული კანონის რუსულად ამოქმედებას. ამ რეგულაციის აღსრულება ჩააბარეს რაჟდენ კუპრაშვილს, რომელიც ცნობილი არის არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლით, ალბათ ყველა სახსოვს შარშან გამჭრელობა საქართველოს წინააღმდეგ მის მიერ მიღებული სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება, იმდენად აბსურდული, რომ მე ირაკლი კობახიძემ, რომელიც ტექნიკურად მისი უფროსი არ არის, დაავალა რომ ეს შეეცვალა და ალბათ სწორედ გეგმა სწორედ ეს არის, რომ ერთი შეხედვით ინგლისურიდან ნათარგმნი კანონი გამოიყენონ რუსულად და ის საქმიანობა, რასაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ხალხის სასარგებლოდ წევენ, მონათლონ რომ თითქოს არის ეს რაღაც აგენტურული საქმიანობა, მოთხოვენ ადამიანებს რეგისტრაცია და შემდგომ პასუხისმგებლობის დაკისრება. ეს მათ არ დაუმალავთ როგორც სატელევიზიო ეთერებში, ასევე განხილვების დროს ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეს რეგულაცია არის შარშან მიღებული რუსული კანონის გაგრძელება და მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უფლებადაცვით საქმიანობას წევს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არ არის რეგისტრირებული ფარას რეესში. ის ორგანიზაცია, რომელშიც მე ვსაქმიანობ, ესე ვთქვათ, და რომლის მემკვიდრეც არის ეს ორგანიზაცია, წლების განმავლობაში იმის სათავოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს და რა თქმა უნდა მას არანაირი კავშირი არ აქვს ფარაში რეგისტრაციასთან. ამიტომ ყოველგვარ ასმოკლებულია, ისევე როგორც უამრავი სხვა ქართული ორგანიზაციები, რომელთა ანალოგიები არსებობენ სხვადასხვა ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, არ არიან ისინი არანაირად რეგისტრირებული ამ ფარაში. ამიტომ ჩვენი ყოველს პოზიცია არის ის, რომ ეს რეგულაცია ჩვენ არ გვეხება, უბრალოდ მათი მუქარა, მათი ესე ვთქვათ დაპირებები სწორედ ის არის, რომ ისინი ცდილობენ არაკონსტიტუციურად შეახონ ეს კანონი გაერთიანებებს ქართულ ორგანიზაციებს, ქართულ მედიებს და ოღონდ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაბატიეთ, ეს მარტო არ გვეხება დაუშვათ სხვადასხვა ორგანიზაციებს და მედიებს. ისეთი ფართო ჩანაწერი არის, დღეს შეიძლება გვიყურებდეს ადამიანი, რომელიც რაჟდენ კუპრაშვილმა საინფორმაციო შეხვედრა რო გამართა, ის განმარტებები, რომელიც მან იქ წარმოადგინა, დღეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩვენ შეიძლება გვიყურებდეს და რომელიც მაგალითად შეიძლება ემიგრანტი, მშობლისგან ან ნათესავისგან თანხას იღებდეს
უცხოეთიდან და შემდგომ ესე ვთქვათ, შემდგომ მან რაღაცა პოსტი დაწეროს ან რაღაცა კომუნიკაცია ქონდეს მედიასთან და ეს ვიღაცამ ჩათვალოს, რომ არის საზოგადოებრივი ასის ემოქმედება, ამის გამო შეიძლება მოთხოვონ რეგისტრაცია, შეიძლება კონკრეტული შპს იყოს, რომელიც იღებდეს უცხოურ დაფინანსებას და თუ ვიღაცა ჩათვლის, რომ მათი საქმიანობა გარკვეულწილად შეიძლება რაღაცა ცნობიერების ამაღლებაზე იყოს მიმართული და ასე შემდეგ რაღაც სხვა კუთხით, შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს პოლიტიკური საქმიანობა არის, ესე ვთქვათ, მოთხოვოს მათ რეგისტრაცია. ამ კანონს არ აქვს, ესე ვთქვათ, ფარგლები და საზღვრები. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფარა რაც მოქმედებს, იმას ყველაზე მეტად იცავს სწორედ ის, რომ იქ არსებობს სასამართლო, იქ არსებობს ადმინისტრაციული პრაქტიკა და უკანონობის დაცვის ბერკეტები არსებობს და ჩვენთან უკანონობის დაცვის ბერკეტი არ არსებობს. ჩვენთან სრულიად მოშლილი ერთი კაცის მსახურებაში არსებული საჯარო აპარატი არსებობს, სასამართლო, რომელიც ამ საჯარო აპარატზე მეტად არის დამორჩილებული პოლიტიკურ კლანს და არ არსებობს მათი მხრიდან მიღებული ერთი ადამიანის უფლების სასარგებლო გადაწყვეტილებაც და ამ პირობებში ადამიანების სრულიად დაუცველები და მხოლოდ საერთაშორისო მართლმსაჯულების მექანიზმების ამარავარ დარჩენილები. სწორედ ამიტომ არის საგანგაშო ეს კანონი, თორე ტექნიკურად კარგ რეალობაში დემოკრატიულ სახელმწიფოში ის რა თქმა უნდა არავის არ შეეხება, არავისთვის საფრთხის შემცველი არ უნდა იყოს და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი სწორედ იმიტომ არის პრობლემური, რომ შარშან რუსული კანონი რომ მიიღეს, წელს კი აპირებენ რაღაცა ინგლისურიდან თარგმნილი კანონის რუსული წესით აღსრულებას, ფართოდ განმარტებებს და სრულიად დაუცველად სამართლებრივი მექანიზმების არარსებობის პირობებში ადამიანებისთვის სანქციების დაკისრებას. დიახ, მადლობა, ძალიან კომპლექსური ახსნა იყო, თუმცა ფინალში მაინც მინდა ვიკითხო, რამდენად არის სამოქალაქო სექტორი ერთიანი, ყველაზე აქტიური სექტორი, რომელიც პრინციპში წარმოადგენს რეალურად ამ სექტორს, მოდით ასეც შეგვიძლია ალბათ ვთქვათ. არის თუ არა რაღაცა ორჭოფობის ნიშნები ნაწილში მაინც, ვინაიდან აქ ამ მთელი რიგი რეგულაციების ჩვენთან დაკავშირებითაც, სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებითაც ამოცანა მაინც არის ისიც, რომ შეიტანოს განხეთქილებაც აი ამ სივრცეებში და ჩვენ აღარ ვიყოთ ისეთი ერთიანი და სოლიდარულები, როგორიც ვართ წარმოდგენილები ბოლო წლებში. მე გამიჭირდება ყველა სახელით საუბარი, მაგრამ მე შემილია გითხრათ, ჩემი სახელით, მე შემილია გითხრათ იმ ადამიანების სახელით, რომელთან ერთადაც საქმიანობს, სხვადასხვა ესე ვთქვათ, საქმიანი გადაკვეთა მაქვს და მე არ შემხვედრია შეშინებული ადამიანი, მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ის ვინმეს აგენტია, ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენ სამართალში, ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენ სიმართლეში და ვაპირებთ, რომ ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენოთ საქართველოსთვის საქართველოს სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს ძლიერი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციები. ევროკავშირში გაწევრიანების ანგარიში პირდაპირ მოითხოვს ამას და საქართველოს სახელმწიფოს წინაშე ერთ-ერთი ვალდებულება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ვაკეთებთ სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანას ყავდეს მედია, ქვეყანას ყავდეს დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ისე სხვანაირად ევროკავშირი საქართველოში რეალობა ვერასდროს ვერ გახდება. და სწორედ ამისთვის არის ის, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ამ კუთხით წლების განმავლობაში საქმიანობდა, ყველას კარგად გაცნობიერებული ეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედეგად ჩვენი საქმის კეთება გავაგრძელოთ, არ შეგვეშინდეს ფარების მიერ მიღებული რაღაცა რეგულაციების, მე წლების განმავლობაში არაერთი ცუდი კანონი რეგულაცია მინახავს, არაერთი პროპაგანდის მსხვერპლი ყოფილვარ, არაერთი პროპაგანდის მსხვერპლი ყოფილან სხვები, მაგრამ შიში ალბათ ყველაზე ცუდია, რაც კი შეიძლება ამ პროცესში დაგემართოს. გამბედაობა ჭირდება ადამიანის უფლებების დაცვას, გამბედაობა ჭირდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები უკეთ იყოს დაცული ქვეყანაში, იმიტომ რომ ადამიანების პრობლემები, რომელსაც მედია აშუქებს, მაქსიმალურად იყოს გაშუქებული და იმედი მაქვს, რომ ინდივიდუალურად ყველა ადამიანი გააცნობიერებს ამ საკითხს და მედეგად გავაგრძელებთ ყველა ჩვენი საქმის კეთებას. გიორგი და დამავიწყდა ამის კითხვა, თავშიც მინდოდა მეკითხა და ამომივარდა თავიდან. შესაძლოა არც არის ისე მნიშვნელოვანი და ამიტომაც, მაგრამ მაინც მოდით ვიკითხოთ, კანონის არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია, დავაკვირდებით, მოქმედება ხომ არ გამოიწვევს შეზღუდვებს, ეს გახლავთ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. რა შეგიძლიათ უთხრათ მას? ალბათ იქნება ერთ-ერთი გულიდან ამოძახილი, რაც კი ამასთან დაკავშირებით შემიძლია თქვა, ეს არის სამართლებრივად ბეცი განცხადება, ადამიანის უფლებათა სამართალთან ახლოს გავლილი არ უნდა იყო ადამიანი ესეთი განმარტება რო გააკეთო, ეს არის იმ ნარატივის გაგრძელება, პროპაგანდისტული ნარატივის, რაც ქართულ ოცნებას აქვს და ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლების დამცველი ინსტიტუტი ესეთ დონემდე დაეცა
მე ამ ქვეყანაში არ მახსენდება სახელმწიფო, რომელსაც ადამიანის უფლებისადმი ესეთი გულგრილი დამოკიდებულება ქონოდა, რომელიც ამდენად არაკომპეტენტური იქნებოდა და რომელიც სახელმწიფო ნარატივს ამდენად ამ შემთხვევაში გაიზიარებდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას თუ ადამიანი იცნობს, შეუძლებელია მან თქვას, რომ ამ კანონს, ამ რეგულაციას და იმას, რასაც აცხადებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, მას არანაირი პრობლემის შექმნა არ შეუძლია ადამიანის უფლებისთვის. ისე ნათლავს ამ კანონპროექტს, თითქოს ის მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ეხება. თუ წაკითხული აქვს იმ ადამიანს, უნდა ესმოდეს, რომ საკმაოდ ფართო სპექტრს შეეხება და უამრავ ადამიანს, რომელს მიმართაც მან შეიძლება პასუხისმგებლობა დააყენოს. ამიტომ მე მას ურჩევდი, რომ კარგად გაერკვეს თავის მანდატში, შეეშვას პროპაგანდისტული ნარატივების გამოყენება და დამოუკიდებლად შეასრულოს თავისი საქმე, ის საქმე, რომელიც მას კონსტიტუციით აქვს დაკისრებული. მადლობა გიორგი ბურჯანაძე, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივ მრჩეველს, რომელიც პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.